გამარჯობა, მე ია მეორმიშვილი ვარ, დღეს არის 30 მარტი, კვირა დღე და მინდოდა მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთი ძალიან გახმაურებული სკანდალი შემეჯამებინა თქვენთვის კვირის ბოლოს. ეს ეხება რა თქმა უნდა სიგნალის სკანდალს, თუ სიგნალ გეიტს, თუ სიგნალის ჩატის სკანდალს. ძალიან ბევრი სახელით არის უკვე ეს მოვლენა ცნობილი მთელ მსოფლიოში და ეხება იმ მიმოწერას, რომელსაც ამ სიგნალის აპლიკაციის გამოყენებით აწარმოებდნენ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დაზვერვის, თავდაცვის, მთელი ამ უშიშროების აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების ხელმძღვანელები. ჩათი თუ თვითონ ეს მიმოწერა, მისი ინიციატორი იყო ამერიკის ეროვნული უშიშროების მრჩეველი პრეზიდენტი ტრამპისთვის მაიკ უოლცი, რომელმაც შექმნა სასაუბრო თუ ინფორმაციის გასაცვლელად ეს ჯგუფი და ჩართო მასში დაახლოებით 15 ადამიანი. ამას შედიოდა თავდაცვის მდივანი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ამერიკის სპეციალური მომლაპარაკებელი ახლო აღმოსავლეთში, ასევე პრეზიდენტ ტრამპის აპარატის უფროსი, სახელმწიფო მდივანი და ძალიან წარმოგიდგენიათ ახლა რა დონის თანამდებობებზეა საუბარი აქ და შემთხვევით მაიკ უოლცმა ამ ჯგუფს ალბათ უნდოდა ვიღაცა სხვის დამატება დაამატა ჟურნალისტი ჯეფრი გოლდსტეინი, რომელიც არის ჟურნალ ატლანტიკის მთავარი რედაქტორი. გოლდსტეინს თავიდან ყოველ შემთხვევაში იმ სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგ ეს სკანდალი მოჰყვა, თავდაპირველად გოლდსტეინს ეგონა, რომ ეს იყო რაღაცა ხუმრობა, რომელშიც ის ვიღაცამ შემთხვევით ჩართო, ან რომელსაც სპეციალურად უწყობდნენ გოლდსტეინს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა წარმატებული იერიში მიიტანა ჰუსიტებზე იემენში, ის მიხვდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო ხუმრობა და გადაწყვიტა სტატიის გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, სტატია გამოქვეყნდა თუ არა, მას მოყვა უდიდესი გამოხმაურება შეერთებულ შტატებში და გამოხმაურება ძირითადად იყო ნეგატიური, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ ისეთ ინფორმაციაზე ამ მიმოწერაში, რომელიც სავარაუდოდ იყო საიდუმლო, კონფიდენციალური და რომელიც მტრის ხელში ან მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში საფრთხე შეუქმნიდა ამერიკას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ საბრძოლო ოპერაციაში თუ ამ ოპერაციაში. მიმოწერაში ასევე ჩართული იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, რომელმაც თავიდან რაღაც ისე სკეპტიკურად შეაფასა ეს ოპერაცია, მას უნდოდა რომ ოპერაცია ცოტა დაყოვნებულიყო, თუმცა მზად იყო რომ კონსენსუსს დათანხმებოდა და განეხორციელებინათ ოპერაცია მაშინ, როცა უმრავლესობა იტყოდა რომ კარგი დრო იყო. მან ასევე თქვა რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პრეზიდენტ ტრამპს ბოლომდე ესმის ან კარგად ესმის ის შედეგები, რაც ამ ოპერაციას შეიძლება მოხდეს ევროპელებში, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა რომ ევროპა უფრო მეტად სარგებლობს წითელი ზღვის სანაოსნო გზებით, რომ ევროპის 40% გადის ვაჭრობის ამ გზაზე, მაშინ როცა ეს შეერთებულ შტატების მხოლოდ ვაჭრობის 3%-ს ეხება და რომ ჯეიდი ვენს არ უნდოდა რომ ევროპელები კიდევ ერთხელ დაეხსნა, ასე ვთქვათ, აი ამ გასაჭირიდან და სწორედ ეს იყო, რასაც ამბობდა ის, რომ შესაძლოა ტრამპს ბოლომდე არ ესმოდეს ის რამდენად ურთიერთგამომრიცხავი იქნება ახლა ევროპელების გადარჩენა წითელ ზღვაში, მათი სანაოსნო გზების და მეორეს მხრივ კი, როგორც იცით, ტარიფები სავარაუდოდ დაწესდება ევროპის წინააღმდეგ სულ რამდენიმე დღეში. გარდა იმისა, რომ იყო გაზიარებული ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი თვითმფრინავი დაარტყამდა ჰუსიტებს, ასევე ოპერაციის დამთავრების შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი სამიზნე, ჰუსიტების ერთ-ერთი ლიდერი შედიოდა შენობაში, მისი მეგობარი ქალის შენობაში და ეს შენობა ახლა არის განადგურებული. ასეც იყო ერთ-ერთი მესიჯი თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტისგან. და რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი, რატომ მოხდა ამას ასეთ ნეგატიური გამოხმაურება? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება შეერთებული შტატების ეროვნულ უშიშროებას და საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ საფრთხის ქვეშ იყო, ან შესაძლოა საფრთხის ქვეშ ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ მიმოწერა ხდებოდა დაუცველ ესეთ სამოქალაქო სისტემაზე, რომელიც მიჩნეულია როგორც უსაფრთხო, თუმცა 100%-ით ეს არ არის გარანტირებული. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ ხომ არ გაუზიარა ჰექსეტმა
საომარი გეგმები აი იგივე პლატფორმაზე კოლეგებს და რომ ეს არის უსაფრთხოების პროტოკოლის ძალიან დიდი დარღვევა, რა თქმა უნდა. კონგრესში ძირითადად დემოკრატების მხრიდან გამოიკვეთა ტალღა უკმაყოფილების და ისინი ითხოვენ ჰექსეთისა და უოლცის თანამდებობიდან გადადგომას ან გადაყენებას. პრეზიდენტი ტრამპი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გამოვიდა, მოგეხსენებათ ეს კითხვა, ეს თემა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ამ კვირის განმავლობაში, რა ბედიელის უოლცსა და ჰექსეთს და პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე მისმა პრესმდივანმა, თავად უოლცმაც, თავად ჰექსეთმაც ყველა მოარყვეს ის, რომ მათ საიდუმლო ინფორმაცია რამენაირად საფრთხეში ჩააგდეს და ასევე განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის ინარჩუნებს ნდობა საკუთარი გუნდის მიმართ და რომ უოლციც და ჰექსეთიც გააგრძელებენ საკუთარ თანამდებობებზე მუშაობას. და რა მოხდა ახლა ამ ყველაფერს? მოხდა ის, რომ კონგრესი ითხოვს გამოძიების ჩატარებას იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, როგორ და რატომ. დემოკრატები ცდილობენ, რომ ამ გამოძიებით ანგარიშვალდებულება დააკისრონ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეცდომა დაუშვა ან დანაშაული ჩაიდინა. რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ გავიგოთ რა მოხდა, იმისთვის და მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები და შეცდომებია. სხვათა შორის უოლცმა თქვა, რომ ეს იყო შეცდომა, რაც მოხდა, თუმცა არა ის, რომ ჰქონდათ მიმოწერა ან არა ის თემები, რაზეც მიმოწერაში იყო საუბარი, არამედ შეცდომა იყო ის, რომ გოლდსტინი აღმოჩნდა ამ ადრესატების სიაში. საკმაოდ საინტერესო იყო ისრაელის რეაქცია ამ ყველაფერზე. ისრაელის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის მხარე არის ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული ამ ინციდენტით. გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდოდ ინფორმაცია იემენში ჰუსიტი ამ ერთ-ერთი ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა სწორედ ისრაელის დაზვერვამ. ახლა რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? როგორც წესი, სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის დროს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას იცავენ, რაც აქვთ, არამედ იცავენ ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროებსა და მეთოდებსაც. და ისრაელი არის სწორედ აი შეშფოთებული იმის გამო, ყოველ შემთხვევაში არაოფიციალური, მაგრამ ის წყაროები ისრაელის დაზვერვის სამსახურებიდან, რომ შესაძლოა ისრაელის მოწინააღმდეგეებმა ამ ინფორმაციის წაკითხვის საფუძველზე გამოთვალეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი წყაროები და მათი ამ ინფორმაციის მოპოვების მეთოდები. გამოხმაურება მოხდა ამას ასევე ევროპის მხრიდანაც. გამოხმაურების ერთი ნაწილი ეხებოდა უშუალოდ ევროპის მიმართ უარყოფით განწყობას, რომელსაც ჯეი დი ვენსი ძალიან ხშირად გამოხატავს ხოლმე. ჰექსეთის თანხმობა იმაზე, რომ ევროპელები კი ნამდვილად მუქთახორებებით ექცევიან და რომ სინამდვილეში არ არიან იმის ღირსი, რომ ამერიკამ ისინი დაიცვას და ნაოსნობის გზები გაუთავისუფლოს და აი მათ მაინც უწევთ სამწუხაროდ ამის გაკეთება. ამას მოხდა რეაქცია ევროპის მხრიდან, რომ ევროპა არის ღირსეული და ძალიან კარგი პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და რამდენიმე ლიდერმა გამოთქვა მწუხარება იმაზე, რომ არასწორად აღიქვამს ან არასწორად ხედავს ვიცე-პრეზიდენტი ევროპის სიახლოვეს შეერთებულ შტატებთან. სულ ეს იყო, რაც მინდოდა დღეს მეთქვა. საკმაოდ ხმაურიანი კვირა იყო ამ მხრივ, საკმაოდ დიდი სკანდალია, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეგვახსენებს ხოლმე თავს. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ-ერთმა ფედერალურმა მოსამართლემ საუბრის მონაწილეებს უთხრა, რომ შეენა დაავალდებულა იურიდიულად, რომ შეენახათ მიმოწერის ტექსტები და რომ ისინი არ წაეშალათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუ იქნება გამოძიება, ეს მიმოწერა შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც რაღაცა ფორმის სამხილი. და უნდა დავალოდოთ და ვნახოთ მომავალ კვირას რა მოხდება, რა შედეგები მოხდება ამას. პრეზიდენტი ტრამპი აქამდე აცხადებს, რომ ის აბსოლუტურად ენდობა მის გუნდს და რომ როგორც უოლცი, ასევე ჰექსეთი თანამდებობებზე მუშაობას გააგრძელებენ და რომ პრეზიდენტს არ აქვს არანაირი რაღაცა კითხვა და პრობლემა იმასთან დაკავშირებით რა მოხდა. თუმცა მან გუშინ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ შესაძლოა გადაიხედოს ის, რომ სიგნალი აღარ იყოს გამოყენებული მსგავსი მიმოწერისთვის. დავალოდოთ, ვნახოთ. მე ამით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დანარჩენი მოგვიანებით.